აი ლამაზი ქალი თუ მოვლილი ქალი ანუ მოვლელი ლამაზი ქალი მე არ მინახავს წონა მითხარით პირობითად ვამბობ არაფრისთვის კაი არ არის არაფრისთვის მე თქვენი ისა ხშირი ჩუმის სტუმარი ვარ ხო დროშედად მეც არ ვიცი ხო არ ვიჭუბოთ დღეს აქ კარგი შოუ გინდა დავდგოთ მაგარი რამდენად ხვდებით მამაკაცები ქალს რა აქვს გასაკეთებელი ეთყობა ემჩნევა და ხო ანუ არ უნდა იყოს შესამჩნევი უნდა იყოს რაღაც დოზით მაგრამ ეს შესამჩნევი არ უნდა იყოს ეხლა ბოტოქსი გასაკეთებელი მაქვს შენი აზრით აბა ესე გაკეთე კენია მართლა ეხა ეს მე მგონი ზურასაც აქ უნდა დავარჭოთ კი აუცილებლად როცა შენ ესე კარგად უვლიდი პატარაობიდან თავს და მაინტერესებს აი ფეხბურთელები კულისებს მიღმა სწორად ვამბობ გასახდელში ყავდა ერთ-ორ ფეხბურთელი უცებ გამახსენდა ვინც ვარჯიშის მერე არ ბანაობდა და მიდიოდა ამერიკაში ხა სესხს აკეთებენ რომ საჯდომი გაიკეთონ ეხლა და ესე იგი მამაკაცები ირჩევენ ასეთ ქალებს ხო და მაგით ვთქვი რომ ქალის დილით იმიტოა ბედნიერი რომ კაცი უწევს ნამდვილად ეს ამოჭერით ხო გამარჯობა თქვენ უყურებთ Beauty Talks რომელსაც წარმოგიდგენთ ნატალი ჯგუფი სალომე ღვინიაშვილთან და ნატალია თოლორაიასთან ერთად. დღეს ისევ ძალიან საინტერესო თემით დაგიბრუნდით. ამჯერად ვისაუბრებთ ჯანსაღი ცხოვრების წესზე, დისციპლინაზე და ასევე როგორ უვლიან მამაკაცები თავს. ჩვენი სტუმარია ზურა ხიზანიშვილი. მოგესალმებით. მოგესალმებით ზურა. მადლობა მობრძანებისთვის. ნატალია ზურა სულ ახლა ხანს დაინიშნა 19 წლამდე ნაკრების მწვრთნელად, ახალგაზრდული ნაკრების, ასე ვთქვათ, სათავეში ჩადგა და სხვათა შორის რომ მოვდიოდი, ვფიქრობდი, რომ აი რა შეიძლებოდა ისეთი აი ჩემთვისაც საინტერესო კითხვები ყოფილიყო ზურასთან და რომ დავფიქრდი სხვათა შორის ბევრი კითხვა მაქვს მეც. რა უცნაურია რა სახშირად არ ვეკითხები მაგრამ დღეს მოკლედ ბევრ კითხვას დაგისვამთ ხიზან როგორ უვლი თავს ჯანსაღი ცხოვრების წესზე და ასე შემდეგ და ასევე ახალგაზრდებზე და აი იმ დისციპლინაზე რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო თქვენ საქმიანობაში არამედ ყველა საქმეში და ყველა პროფესიაში სადვარ აღარ არ ვიჭუბოთ დღეს აქ კარგი შოუ გინდა დავდგოთ მაგარი არა იმიტომ რომ ყველა გადაღებაზე არ არსებობს ნატალია ის სულ ძალით მიწოს ხოლმე დათანხმება და ყველა ჩვენი ვიდეო გადაღება მთავრდება ჩხუბით და დღეს არ ვიჩხუბებ ნაღდი შოუ თუ გინდა დავდგოთ რადგან ჩვენი მთავარი პოდკასტის თემა არის Beauty Talks და ასე ქვია ჩვენ პოდკასტს დავიწყოთ იმით რამდენად გიყვარს თავის მოვლა და როგორ უვლი თავს. დავი მე მგონი ძალიან ბანალური პასუხი არ გამომივა, მაგრამ ადამიანს, კაცს და ქალს ყველა სიამოვნებს და უბრალოდ რაღაცა შესაძლებლობებზე აქვს საუბარი, თორე ფიქრობ რომ რავი ხა თუ გააქვს მაგის საშუალება, თავის მოვლა, შენ თავს თუ არ მოვარება სხვას როგორ მოვისმოვლი. ასე რომ კი, რანუ მეც გამონაკლისი არ ვარ, მიყვარს ძალიან. თავიდანვე მიყვარდა. მახსოვს პატარაობისას ფეხბურთს თამაშობდი. მაშინ თმა მქონდა ნატალია, ასე რომ ესეთი არ ყოფილა არასდროს, მე გავხდი და მახსოვს რომ კი, აი მოწესრიგებული უნდა ყოფილიყავი. თამაშზე, ვარჯიშზე, ნუ ეს ხა როგორც სახე, როგორც ტანი ჩაცმულობაზეც სავარჯიშო ფორმა რომ ეცვა ხოლმე, ყოველთვის მახსოვს ისიც და შემეუნებოდა რომ ერთხელაც აგიყროლდება ბუცებიო, იმიტომ რომ ბუცებშიც პარფიუმერიას ვასხავდი ხოლმე. ხო, ნუ მქონდა ხოლმე რაღაც ესე წიგები. არ მოგატყუებდა მერეც ფეხბურთელობის დროს. არა მარტო ბავშვობაში. რაღაცა ხო ესე ჩემი ის მქონდა რომ ან პარფიუმერიას, თავის მოვლას, რაღაცა სუნს, ადამიანის რაღაცას მაგ დიდ ყურადღებას ვაქცევდი. ახლა უკვე ჟერმენის მომხმარებელიც არის ბოლო რამდენიმე წელია. მადლობა. ძალიან ხარისხიანი კი. არ გეკეთებთ რეკლამას, ნამდვილად ესეა, იმიტომ რომ გაგუკეთე კაცო, არ არის პრობლემა. არა, ნუ ეხლა სიმართლეს ვაპარაკობ და იგივე რეკლამას გამოდის, ხო? კი, ბოლო პერიოდში, ხო, შენის რომელი პროდუქტი მოგწონს ჟერმენის ყველაზე მეტად მაშინ მითხარი. მითხარი სახელები, იმიტომ რომ მე ვიცი. არა, ნუ აგვიხსენი ხა შესახელები როგორ, აი, მაგალითად სახის დასაბანის სკრაბი. ხო, ნუ უფრო ხშირად ასაც ვიყენებ, ეს არის
სახის დასაბანის კრაბი. არა. ნუ მეორე და მე ის რა თვალის როლერი, სერუმი და დამატენიანებელი კრემა. სამივე, ხო. აი ეს არის პრინციპში შემიძლია თქვა, რომ ყოველდღიური. ხო, რაც აუცილებელია რუტინას. კი. რა მაინტერესებს ერთ კითხვას დაგისმევდი, ესე ვფიქრობდი, ეხლა საუბრობდი და ესე კარგად მივედი, იმიტომ რომ როცა შენ ესე კარგად უვლიდი პატარაობიდან თავს და მაინტერესებს აი ფეხბურთელები კულისებს მიღმა, სწორად ვამბობ გასახდელში. კი. ანუ როგორ უვლიან, ან საერთოდ უვლიან თუ არა ისე როგორც აი ესე ჩვენს მოვლა. უვლიან თუ არა, ძალიან მაგრაულია. მე გეტყვით კი, იმიტომ რომ აი რას ნიშნავს თავის მოვლა? აი გასახდელში როგორ ხდება რა ეტაპებია, მოგვიყევი გვინდა. ჩვეულებრივ ახლა როცა ვარჯიშობთ, ვარჯიშის მერე პირობითად ახლა მილიონი ახლა ნუ ინგლისში მაგის საშუალება იყო. რა ვიცი, საუნა ქონდა იქ ბაზაზე, თავისი სოლარიუმი ქონდა, ანუ ყველაფერი იყო აბსოლუტურად და არ მახსოვს ფეხბურთელი, ნუ გამონაკლისი ყოველთვის ხდება ხოლმე რა. ყავდა ერთ-ორ ფეხბურთელი უცებ გამახსენდა, ვინც ვარჯიშის მერე არ ბანაობდა და მიდიოდა ხოლმე. ხო. მაგრამ ნუ 90% ფეხბურთელები უნდა ნახოთ ხოლმე, მე გაშლიან ხოლმე. ნუ რა თქმა უნდა, ერთ მეც ვიყავი ხოლმე მაგ სიაში. ხო, დიდი ესეთი carry on back როგორ არის? ხო, სამგზავრო ჩანთა. სამგზავრო ჩანთა. ოღონდ მართლა სამგზავრო ჩანთა იყო და არა პატარა რა და მილიონი კრემები, ნუ ეხლა რავი, ეხლა ხო არ ჩავიხედებდი, მაგრამ ნუ მახსოვს ბიჭები, განსაკუთრებით ვიტყოდი ძალიან ბევრი ესე ფერატკანიანი გუნდელი მყავდა და მერწმუნეთ, იმიტომ რომ ეხლა ფეხბურთი მარტო თამაში არ არის, რო გამოდიან ეხლა მინდორზე და მილიონი და მილიარდობით ადამიანი უყურებს, ის ბევრი არა მარტო ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, ასე რომ ვთქვა, სხვა წარმომადგენელი და ქალი იყო თუ კაცი იყო, რაღაცა ყველას თავის კუმირი ყავს. ავიღო დევიდ ბექემის სიტყვაზე. მეც გამახსენდა რატომ თავის მოვლა. ბექემს სიტყვაზე არ ვიცი, სათვალეს გაიკეთებს, გინდა უყურმა გაიკეთოს, გინდა უყურმა მაისური ჩაიცვას, ყველაფერი უხდება, ასე რომ ბექემიც იყო იმ პერიოდში, ახალგაზრდობის პერიოდში თავს უვლიდა და მე მაგიტომაც გახდა ესეთი სიმპათიური რა. თავიდან ეგეთი სიმპათიური და ლამაზი არ არსებობს ახლა. მე ხდება ყველა. ხო, ნუ ეს დაიხვეწა კბილები, გაიკეთა ასე შემდეგ. აი რა კარგად თქვა და მაინტერესებს, აი ამას მოვაყოლო ესეთი ისა, რომ აი ლამაზი ქალი თუ მოვლილი ქალი, ანუ ამაში არის აი. თუ შეიძლება რომ ორივე ერთად გავაერთიანო, იდეალური იქნება კი. ჩემი ცოლი ესეთი. ხო, ნამდვილად. მაგრამ თუ მეკითხებით რომელი უფრო ის რა ქვია, მაინც მოვლილი ქალი, იმიტომ რომ სურნელი სხვა აქვს იმას, იმიტომ რომ შეიძლება რაც წინაზე თქვი, გახდე ლამაზი, მაგრამ თავს თუ არ მოუვარე, გამორიცხო ლამაზი გახდე. ხო, ეხა არ არსებობს. ანუ მოვლელი ლამაზი ქალი მე არ მინახავს. მეც ესე მემაჩნია, რომ პირიქით მოვლილი ქალი ბევრად უფრო ლამაზია. ესე არის არა მარტო ჩვენი ნათქვამიდან გამომდინარე, ანუ მსოფლიო ტენდენციაც ესეა და მეც ვფიქრობ, რომ ეხლა რაღაცა იმიტომ რომ მოვლა უკვე თავდაჯერებულობას გაძლევს. ნახეთ რატო არის, რომ ის მოვლილი ქალი უფრო ლამაზია, იმიტომ რომ ის უკვე თავდაჯერებულია და თავდაჯერებული ქალი ყოველთვის უკვე სილამაზესთან ახლოსაა. სილამაზესთან ახლოსაა და ესევეა მამაკაცებიც და მე ძალიან მიხარია პირიქით მეც, რომ ეხა ბოლო პერიოდში მით უმეტეს ესეთი თანამედროვე მიდგომებით, ეხა ადრე თუ გახსოვს, არ ვიცი, იყო ტაბუდადებული იყო, უხერხული იყო. ლაზერი როგორ უნდა გაეკეთებინა. ხილს რო იკეთებდა კაცი, ეგეც რაღაცნაირად თითქოს იყო, მაგრამ ეთყობა კი რა, მეც მახსოვს ეხა პატარა კი არ ვარ. ხო, რა თქმა უნდა, ეს იყო დრო, ეს იყო უფრო მენტალიტეტის ამბავი, რომ ის რა ქვია, მე პირველად ეხა არ მოგატყუებდა, იქ რო წავედი ინგლისში, იქ ვნახე პირველად ფეხზე ფეხბურთელებს ხო ეხა დიდი პრობლემა გვაქვს, ეხა იმ რკინის შიპებს რო გაბიჯებენ, არ არსებობს ეხა რკინის ფჭხილი ხო არ გაქვს, სულ გიშავდება. ანუ სულ ჯექსონის ფჭხილებს ვეძახდით ხოლმე რა ესე რა, ანუ გადაობით. ხო და მე ზაფხული რომ მოდიოდა, ნუ ეხა გიტყდება რა, ზაფხულში მიდიხარ ზღვაზე რაღაცა ოჯახთან ერთად და ეს 4 თეთრი და 1 შავი რა და მე პირველად ნახე რომ მანდ ბიჭები იმაშვებოდნენ, გუნდელები როგორ უვლიდნენ თავს და იღებ, ანუ ასე ძახეთ იმ. ხო, ლაქსის.
ხო, ნუ დამცავი ლაკები არის და ესეთები რაც მნიშვნელოვანია. ეგეც ეხა ხო მე იქ ვნახე რა, ეხა აქ რო არ მინახავს და რაღაცა არც ვიცოდი. აქ რო მენახა, ეხა აქ სანამ მენახა 90-იანებში, მაგრამ ნუ ცოტა ეხა ტეხავდა მაშინ რა. ხო, რაღაც აი სულ ცოტა ხნის წინაც ტეხავდა რა, აი ყოველ შემთხვევაში აი თავის მოვლა მაინც ჩუმად აკეთებდნენ. და ეხლა აი რასაც ვაკვირდები, ხო, აი ნატალიშიც ძალიან მომრავლდნენ მამაკაცები და მარტო ხო და აი მარტო ფრჩხილებს კი აღარ იკეთებენ მაგალითად სახის პროცედურებს აი ამ ჟერმენის პროგრამებს ხო მაგრამ ადრე არ იყო ტენდენციური ეს რა აი თითქოს ბოდიში ტეხავდა და ეხლა ჟერმენის პროცედურებს სახის იკეთებენ ასევე ერევსონდას, აპარატულ პროცედურებსაც. მოსალო, იმიტომ რომ კანია, ანუ ფაქტიურად ბერდება. ბერდება და ზურგიჩენია და. კანი ისეც და მამაკაცებს. და ძალიან ისეთი მოვლილი მამაკაცები დადიან და ძალიან მიხარია და სხვათა შორის იმ დღეს გოგოებს ვეკითხებოდი ნატალიში, რომ ყველაზე ხშირად მამაკაცები რომელ აპარატს იკეთებენ თქო და შვარცს. ხო, შვარცზე. onda და შვარცი, რომელიც ცხიმსაც წავს და იმიტომ რომ ეს არის ახლა კამარი, რომელიც ანუ რასაც იღებს ორგანიზმი, ყველაფერი აგროვდება. ხო, ნუ საქართველოში სტატისტიკურად ალბათ მაინც უფრო ყველაზე პრობლემური ზონა მუცელია მამაკაცებში. და ამიტომ გამომდინარე იქიდან საკვები რა. ანუ გინდა არ გინდა ცომეულსო მიირთმევ ახლა და რთულია ხა მაგის გადამუშავება. აი, მოდი ჯანსაღ ცხოვრებაზეც ვისაუბროთ და ეხლა რადგან ზურა მახსენა საკვები. მოდი მოგვიყევი, აი მაგალითად ახალგაზრდა ფეხბურთელებს როგორი რაციონი აქვთ მაგალითად კვების. სხვათა შორის ეხლა აი ამ სოციალურმა ქსელებმა იმხლა ხო ვამბობთ რომ ბავშვები მოვაცილოთ, ანუ რა თქმა უნდა უარყოფითი ბევრია და ეხლა ჩვენც რა ეხლა ბავშვებს ეუბნები რომ ტელეფონში არ შეხვიდე იმაზე Instagram-ზე რა ქვია მას მეორეს TikTok-ზე რაღაცა Facebook-ზე მაგრამ ნახე ბევრი დადებითი აქვს აი პირობითად ავიღოთ რონალდოს Instagram-მა იმხელა როლი ითამაშა საფეხბურთო ახალგაზრდა თაობაში არა მარტო ახალგაზრდებში რომ დებს კაი ესე რა ქვია ძალიან კაი კონტენტი ხო კონტენტია რომელიც სავარჯიშო პერიოდში თანაც ახლა ბავშვი დიდი ბიჭი ყავს უკვე 14-15 წლის ან ნაკრებში მოხვდა პორტუგალიის და საინტერესო ვიდეოებს დებს როგორ ემზადება და როგორ ამზადებს თავის შვილს. ეხლა ამას უყურებს იმ შვილის ასაკის ქართველი ფეხბურთელი უკვე მაგალითს იღებს. ეხლა მე რომ მქონოდა Instagram-ი და სიტყვაზე რონალდოს ეხლა ვერ უყურებდი, იმიტომ რომ ჩემზე პატარა, მაგრამ სიტყვაზე აი მარადონასთვის რომ მეყურებინა მე იმ პერიოდში და ყოველდღიური მაგის ისო გადმომეყო რას როგორ ხო რუტინა რაციონი საკვების რას იღებდა როგორ იღებდა ნუ სხვა რამეს აღარ ვიტყვი ხა როგორ იღებდა მარადონა ბევრ რაღაცას მარადონა ძალიან ცუდი მაგალითი იყო ეხლა ხო ნუ კაი სიტყვაზე ვამბობ ყველაზე არაჯანსაღი ფეხბურთელი მოიყვანე მაგალითად სხვადასხვა ფეხბურთელები ანუ რას მომფიცი რომ ბევრი ის არის უკვე რა ინფორმაცია მაგისთვის და სხვათა შორის ძალიან მაგრა იმოქმედა ეხლა მე 19 წლამდე ნაკრებში ვარ და მქონდა ბიჭებთან როგორც გუნდური თეორიები რა თქმა უნდა ისე ინდივიდუალური და რო ვეკითხები იმდენად წინ არიან რომ ცოტა გამიკვირდა ინფორმაცია ხო ანუ რა საკვები რას გაძლევს და რისთვის არის კაი და რა არ უნდა მიიღო და ასე შემდეგ რა ანუ ეგ ძალიან მაგარია თეორიულად შენ ესე წინ რო ხარ ეხლა მე შენ თუ ეს პრაქტიკაში გადაგაკ შენი ორგანიზმი უკვე ხო ნუ საბოლოო ჯამში ეგ არის სილამაზე იმიტომ რომ ჯამრთელობა და სილამაზე რა თქმა უნდა ყველაფერი შიგნიდან იწყება ჩვენი ორგანიზმით წონა მითხარით პირობითად ვამბობ არაფრისთვის კაი არ არის არაფრისთვის ანუ ერთ რაღაცას ვერ დამისახელებთ პირობითად რომ რაღაცისთვის კაი იყოს არ არსებობს კი რა შეაძლებთ мотиваციას ერთმანეთს მე ვიტყოდი რომ ერთხელ თქვი და სალომე არ დამეთანხმა, მაგრამ ნუ ეხა ეგ ყველამ კარგად იცის. ვარჯიშის პერიოდი, რომელიც ინგლისში ერთხელ არ მინახავს სალომე სავარჯიშო დარბაზში. არა, მივიდოდი ხოლმე ერთი დღე და მე ვანებებდი თავს. მიდიოდა, იმიტომ რომ მე მივიდიოდი და დრო გაყავდა თორე ეხა. თუმცა ეხა ყოველ დღე თუ არა კვირაში 4 ჯერ დადის
ვორთკლასში ვარჯიშობს ჩემთან ერთად, პლუს ბავშვები კაი გაგებით ჩავითრიეთ. ნიტა ჯერ ვერ, მაგრამ ხო, ოჯახი უკვე ძალიან ჩართული ვარ და იცი არის რო ავიღოთ შედარება რო გავაკეთოთ, აი ისევ 90-იანების პერიოდში წავიდეთ, მაშინ ეხავდა ვარჯიში მართლა. გოგოს საერთოდ ვერ ნახავდი ვინ ეხა გოგო ვარჯიშზე გამორიცხულია. 90-იანებში ელასტიკებში გოგო გამოსულიყო გარეთ, ისე ქვია. არც იყო მაშინ სავარჯიშო დარბაზები. არა, ბიჭებიც რო ვარჯიშობდით, ეხა მე გეტყვი, ეხა მე მახსოვს სანაპიროზე რო დილიშვიცაძე ავდგებოდი სკოლამდე და დავრბოდი, ვიღაცები ეხა შეიძლება 10-დან 1 ნაცნობი იყო, მაგრამ 8-9 მისიგნალებდა წადიშვილოს სახლში დაიძინეო. ისე ქვია, დილით აგარბელინებს, ანუ მიხვდით, ანუ მაშინაც არ იყო რა ეს. ეხა ძალიან ტენდენციაც არის და ახალგაზრდებიც რა მართლა არ არსებობს მე მგონი ძალიან ცოტა ადამიანია, ვინც არ ვარჯიშობს ხო და ნახე პატარა იმას გავაკეთებ, საერთო მეგობარია ჩვენი. და საინტერესო რაღაც მოხდა. ვესაუბრებოდი, საიდან დაიწყო ეს თემა, ვკითხე რომ თვითონ არის სასმის ბიზნესში. ალკოჰოლის ბიზნესში. ხო და როგორ მიდის მეთქი? ძალიან დავარდაო. რატომ მეუთხარით და ის რა ქვია, ერთ-ერთი მიზეზი სტატისტიკურად მოიყვანა, რომ ჯენზის დაობა. ხო, ახალგაზრდები გადავიდნენ ჯანსაღ ცხოვრებაზე. ვარჯიშზე და არა ალკოჰოლი. ანუ ხო მიხვდით რას ვამბობ, ესე იგი? ხო, სასიხარულოა. ეს ბიზნესისთვის არა? ნამდვილად. ხო, ბიზნესისთვის არა, მაგრამ რა მაგარი სტატისტიკაა, ნახე? კი, ძალიან მეც ვამბობ, რომ აი ძალიან კარგი ახალგაზრდობა გვყავს, რომლებიც ძალიან ჯანსაღ მოვლაში ცოტა შორის. ეხლა ისეთი ახალგაზრდა ასაკიდან იწყებენ თავის მოვლას, რომ ესეც კი არისო ეხლა ჩვენ დროს ფაქტიურად რა და ძალიან მიხარია პირადად რა თქმა უნდა და სალო შენ რა აი ხა ზურამ ხო თქვა, მართლა ესეა, მე მგონია რომ ბევრ რაღაცაში ვაძლევთ ერთმანეთს მოტივაციას ზოგადად, მაგრამ ვარჯიშის მოტივაცია მართლა არ შემიძლია რომ არ დავეთანხმო. მე დაგიჯერებინა ყველანაირად მე არ ვიცი, ალბათ თავის მოვლა თუნდაც, ხო, აი თუნდაც მაგალითად რა როგორ გამოიყენოს, შევაყვარე ეს RNS-ის სახის ნიღბები სხვათა შორის, ჯერმენის პროდუქცია. ვეთანხმები და ძალიან საინტერესოა, ნატალია, იმიტომ რომ აი ზუსტად რაც გითხარი, ვიყენებ შენ პროდუქციას სიამოვნებით, ძალიან მნიშვნელოვანია კიდე როგორ გამოიყენებ, იმიტომ რაღაცა მნიშვნელობა აქვს რა არის მე რა ხო ეტაპობრივად რა არის მე უნდა გამოიყენო. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. სალომე გეხმარება. მე რომ მიყურებ ხოლმე მაგალითად დილით ან ღამე ჩემს ეტაპებს რუტინას რო ვიტარებ, რა თქმა უნდა იმდენ ეტაპს ზურა არ იტარებს ძალიან მარტივად, თუმცა აი მაგალითად აი სახის ნიღბები მე რომ დავიდებ ხოლმე ზურაც. ეხლა ვიყავით საბერძნეთში, კაი ამედი იყო და სიცხეშიო დამატო ისე მესიამონა. ისეთ სიამონო იყო. ხო, ეხლა უნდა დაგპატეჟო ასევე პროცედურებზე, უნდა პროზე პირადად. აუცილებლად, რომელიც თან მოუყევი რა არის უნდა პრო. მე ისა ხშირი ჩუმის სტუმარი ვარ. ხო. დროზე დადიხარ. მეც არ ვიცი. ხო დავდიოდი რაღაცა. ეს შუმი რატო შვარცი კეთებს. ხო, ბოლომდე ვერ გავიკეთე. შვარცი. ახლა კი გავანაწყენე ეს გოგო, მაგრამ ეს რა ქვია ძალიან საინტერესოა. ხო, მაგრამ რამდენიმე ხო გაიკეთე. ხო გაიკეთე რამდენიმე. რამდენიმე ხო, მაგრამ ანუ 10 თუნა გამეკეთებინა, 2-3 გავიკეთე რა. ხო, ეს არის სტიმულაცია, ანუ შვარცი არის სტიმულაციისათვის, იმისათვის, რომ ეგ უკვე ვარჯიშთან კავშირშიც არ არის, იმიტომ რომ ვინც ვარჯიშობს ისინიც არიან ამის მომხმარებლები, იმიტომ რომ ეხლა 70,000 იმას რა ქვია, პრეს ვერ გააკეთებ და ასე შემდეგ. ეს გეხმარება ყველაფრისთვის, რომ ეგრეთ წოდებული ესეთი, რა ქვია, პრესი, ხო. ხო, მარტივი გზა არის, რაც მაგალითად აი დრო გჭირდება რომ ყვებით და ვარჯიშით, მაგრამ რა თქმა უნდა ამ შვარცის აპარატს ყვებით ხელი შეწყობა ჭირდება. კი, იმიტომ რომ ნახე ვარჯიშის დროს ეს არის ყველაფერი ერთად კომბინაციაში, იმიტომ რომ ვარჯიში არის აუცილებლად ჯანმრთელობისთვის და კუნთებისთვის და სხვადასხვა ვიცი მენტალური ჯანმრთელობისთვისაც, მაგრამ მენტალური ჯანმრთელობისთვის პირველ რიგში და შემდგომ ეხა
კოლაგენის და ელასტინისთვის ამას ვერაფერს ვერ გამოვიყენებთ, ამისათვის გვჭირდება შემდეგ უკვე ეს აპარატურული იქნება თუ თერაპიული ჩარევები, რომელიც და ეხა მამაკაციც და ხალის ორივე შემთხვევაში დაბერება ყოველთვის დგება. დაბერების მაგას ვერ გავექცევით. ხო, ამისათვის რომ გავექცეთ, რას ნიშნავს, რომ უფრო დიდ ხანს შევინარჩუნოთ ეს ჩვენი ახალგაზრდობა ბუნებრივი მეთოდებით, ამისთვისაც ვართ ჩვენ, მოკლედ, რომ რაც შეიძლება მეტი სწორი პროდუქტით მოხდეს ეს ყველაფერი. კი. კიდევ ესეთი კითხვა მაქვს შენთან. რამდენად ამჩნევთ ზოგადად მამაკაცებს, ნუ ამ შემთხვევაში შენ რამდენად ამჩნევ, მაგალითად ქალს რა აქვს გასაკეთებელი, პირობითად ბოტოქსი. ქალს რა აქვს გასაკეთებელი, პირობითად ბოტოქსი ან არ ვიცი, ბრჭყილი, ნუ ბრჭყილი კარგი. აი, რამდენად ხვდებით მამაკაცები ეგეთ დეტალებს? მე მყავს მეგობრები, აბსოლუტურად ყველაფერს ამჩნევენ. ეხლა ბოტოქსი გასაკეთებელი მაქვს შენი აზრით? აბა ესე გაკეთე. არა. ხო, იმიტომ რომ ანუ მე არ ვარ ესეთი დაკვირვებული რა. თუმცა იცი ახლა ნახე როგორ არ ვიცი, როგორ არ ვიცი. როგორ შეიძლება არ იცოდი? ხო, ანუ აი ხანდახან ნუ მეწირათ, ანუ იმდენად ფიქრობ ხოლმე რაღაც ჩართული ვარ ხოლმე ამ ფეხბურთში, რომ გვერდზე კაცი მიზის თუ ხალი პირობითად ვამბობ და ეხა იმის ეხა რა ვიცი ბოტოქსი აქვს თუ იმას გასაკეთებელი. აი ფეხბურთში ხო არ ხარ ჩართული? არა, არიან, ანუ მეგობრები მყავს, რომ არ არსებობს რომ რამე გამოეპაროს. აი მართლა არ არსებობს რომ რამე გამოეპარო და მიკვირს ხოლმე, აი რატო აკვირდები? ხო, მაგრამ აი ეხლა ეგ არის დაკვირვებული ადამიანები გავიგე, მაგრამ აი რამდენად აი ეგეთ ყურადღებას რამდენად აქცევთ? მაგალითად, შუბლი ეკუჭება ქალს თუ არ ეკუჭება, მაგის კითხვა მინდა. ბიჭო, თუ დაკუჭა ეხლა რაღაც შეგვიძლია უნდა რა ქვია მაგას. ანუ ვიღაცისთვის ხო? მიხვედრა უნდა. ზოგი ისე კუჭავს, ფურცეს ვერ დაკუჭა. აი ბიჭებს, სხვა ბიჭებსაც მე გკითხავთ. მაინტერესებს. ვერად ყოფხონოდო. არა კვირდებ. ხო, ნუ ეხლა ბოტოქსი გასაგებია რაღაცა ეტაპზე. ანუ ბოტოქსი თუ იციან სალო რო არ ჭირდება, ესე იგი ახალგაზრდა გოგოა ესე წარმოუდგენიათ. ხო, არა, შეიძლება არა, მე ხა ვიცი, ბევრი ახალგაზრდა იკეთებს მაგას. სხვათა შორის აი, მე ვიცი, რო არ ჭირდებათ მაინც იკეთებენ. სხვათა შორის ჩემი მეგობარი, ჩემ ხელა არის ისეც და ნუ დიდი ხანია უკვე ბოტოქს იკეთებს და რაღაც პერიოდი ნუ ისე მოხდა, რომ ვერ მოახერხა არ ცხოვრობს საქართველოში და რაც ესეთი რთული პერიოდი ქონდა და ვერ მოახერხა ბოტოქსის გაკეთება და შვილი მოუტრელდა. დედაო, რაღაც დაბერთი ამ ბოლო დღეებშიო და ეგრევე წავიდა გაიკეთა. რამდენი ხანი ძლებს, ანუ ეგაც 6 თვე. 6 თვე? ქენია მართლა ეხა ეს მე მგონი ზურასაც აქ უნდა დავარჭოთ ერთი. კი, აუცილებლად, იმიტომ რომ ნახეთ, ხო. ანუ ეს არის რაღაცა ერთთვიანი, ორთვიანი, სამთვიანი, ანუ 6 თვიანი ერთი. არა, არის უფრო ესეთი სამთვიანებიც, როგორ არ არის, უბრალოდ ესეთი რაც ჩვენ ყველაზე მეტად ერთთვიანი არა, 3 თვიდან 6 ბოტოქსი თვემდე. მარტო სახეზე? არა, ბოტოქსი ეს არის ბოტულოტოქსინი, ნახე, ყეთდება აბსოლუტურად ნახე რისთვისაც იყენებენ, რა კაი კითხვა დასვა, რომ სხვადასხვა ადგილებში, მაგალითად, უფლისგან დასაცავად. ხო. ანუ ამისთვისაც კეთდება, ეს არის როგორც სამკურნალო. ეს არის როგორც სამკურნალო, ვთქვათ, მიმიკის. ეხლა შენ შემთხვევაში, მაგალითად, სალომემ ძალიან სწორად დასვა. ანუ აი ამ ადგილას არის აუცილებლად გასაკეთებელი, იმიტომ რომ ნახე რატო ფილერის გაკეთება აქ არ არის რეკომენდირებული და ძალიან სახიფათოა. ბოტოქსი არის იმისათვის, რომ უფრო მეტად არ ჩატყდეს. ან სანამ მას გავიკეთებთ, ამისათვის აპარატურული პროცედურებია, რომ მაქსიმალურად ჩატყდომა არ მოხდეს. შენ ხო არ გაქვს რამე კითხვები ქალბატონ ნატალიასთან მაგალითად რამე? მე ინტერესებს ეს სოლარიუმი. კარგი კითხვაა, მადლობა. სოლარიუმი ეს არის აი როგორც ფოტო დაბერებას ვეძახით, ჩვენ უკვე სახის კანისთვის რა, თუმცა ამავე დროს აქვს თავისი დადებითი მხარე, როგორც მზეს. აი, დადებითი უფრო მაინტერესებს. კი, ეს არის D ვიტამინის
იგივენაირად როგორც მზეს აქვს და ისიც ხო გვაქვს, რომ დილის 11 საათამდე ერთ-ერთია? ვიღოთ, ხო. ერთ-ერთი დაიჭირება დ-ვიტამინი. ეხლა მე ცოტა ალბათ ესე გამომივარო ვთქვა რომ ერთ-ერთია თქო, იმიტომ რომ გააჩნია ეხლა ამ მიღების წესსაც, გააჩნია მზეზე გაროჯვის წესსაც და გააჩნია თვითონ აპარატებსაც და თუ რა აქვს ამ აპარატს, როგორი ნათურები უყენია, რა ფილტრები აქვს, UV და ნუ 1000 სხვადასხვა რაღაცები. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხარისხში და ეხა უკვე ისეთი ნათურებია გამოსული, რომელიც უკვე როგორც გიცავს აი ამ ცუდი სხივისგან რა, ასევე სამკურნალოთაც გამოიყენება და სხვათა შორის გარუჯებს. კი, ხო, აი სამკურნალოდ ეხა ფსორიაზის ერთ-ერთი პირველი საერთოდ არის, რომ აი სოლარიუმი და მზე არის, რომელიც კი არ კურნავს, არამედ უბრალოდ აძლევს ესეთ კარგ იმას რა, აი რა. რეალურად აპარატებს თვითონ რუჯის მით უმეტეს იმისა, რომ მე პირადად სახეს არასოდეს არ ვიღებ და თქვათ სოლარიუმის აპარატში 1-5 პირსახოცი მაქვს ხოლმე თავზე იმისთვის, რომ ფოტოდაბერება არ გამოიწვიოს ამ შემთხვევაში. ტანზე ვღებულობ სანამ ზღვაზე წავალ იმისათვის, რომ პირიქით მომზადებული იყოს რა კანი. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს და იქაც ყველაფერი არის დოზირებულად რა, რაოდენობრივად უფრო ცოტა წუთები, რომ არ იყოს ეს, თქვათ, ისა და ისე რეალურად კარგი აპარატები, რომლებიც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსმევ და დაცული არის მაქსიმალურად, ისევე არის უსაფრთხო, როგორც მაგალითად მზეზე სწორად გარუჯვის შემთხვევაში არის უსაფრთხო. დამცავი ძალიშვა და ასე შემდეგ. ეხა მზე და სოლარიუმი ასევე იმათვის, ვისაც მიდრეკილება აქვთ, ძალიან ბევრი აქვს ეს ხალები და ასე შემდეგ, მათთვის რა თქმა უნდა ცუდია, არ შეიძლება, ამისათვის არსებობს კიდევაც რო წითელთმიანებს ეხა ჩემები ბავშვები წითელთმიანები რომლებიც არიან და მეტი რაოდენობა აქვს ჭორფლის და ასე შემდეგ, რეალურად მზის ხივიც კი ცოტა რაოდენობაა მათთვის აუცილებელი. აი ესევეა ზუსტად სოლარიუმი, მაგრამ მახსოვს რომ 90-იანებში სოლარიუმზე რაც ხდებოდა და რიგები იდგა და მთელი ამბები და ნუ ყველა ვიყავით მაშინ ესე, ეხა დღეს ნაკლებად რა, იმიტომ რომ უკვე აი ამ ხრივ პირველი მიდგომა არის ფოტოდაბერებას, ანუ დაბერების გამო და არა ვთქვათ იმის გამო რომ ვიღაცას რაღაცას ეშინია. აი სად არის შენთვის ზღვარი ხელოვნურს და ბუნებრივ შორის, აი მაგალითად ზედმეტად გადაჭარბებული პლასტიკური ქირურგია, ჩარევა, კოსმეტოლოგია, ტუჩი, ცხვირი, ასე შემდეგ. ყველანაირი ადამიანი არსებობს, მე მგონი პროცენტულად ნაკლები ადამიანი იქნება, ვინც განსაკუთრებით მამაკაცი, ვინც იტყვის, რომ და მოწონს ხელოვნური. ნუ რა თქმა უნდა, ბუნებრივი უფრო ესე ვიტყვი მისაღებია, თუმცა კაი ნაზავი რო იყოს 70-30-ზე რო ავიღოთ სიტყვაზე. ხო, ნუ აი ცოტა ჩარევას გულისხმობ. ხო, თუ ქალში არის პირობითად ეხა ისიც 30 ყველაფერს ხო თავის დრო აქვს ეხა ასაკს პირობითად. თუ ქალი არის 30-ის მერე რაღაცა ხელოვნური ჩარევაც დაჭირდება. მაგრამ აი ძალიან ამეტანე რო უყურო ჭარბობს ხელოვნური ხაშიო ჭარბობს ну ეთყობა, ემჩნევა და ხო, ანუ არ უნდა იყოს შესამჩნევი. უნდა იყოს რაღაც დოზით, მაგრამ ეს შესამჩნევი არ უნდა იყოს. არა, უნდა იყოს იმ გაგებით, რომ თუ ასაკიდან გამომდინარე თუ ეხა 20 და 25. ხო, მაგრამ ხო არის ეხა 20 წლის გოგოებიც იკეთებენ, თქვათ, ფილერს ტუჩი და სამ გაიკეთოს არასრულწლოვანმაც. აი, ოპერაციები ცხვირი, მაგალითად, ეს პატარა კურნასაც ცხვირი თუ ოდნავკეხიანი ცხვირი. ეგეც ეხა თუ სიტყვაზე ჩემნაირი ცხვირი აქვს გოგოს უნდა გაიკეთოს ეხა არ უნდა გაიკეთოს, მაგრამ თუ ის ოდნავკეხია და უხდება, რატომ უნდა გაიკეთოს? ანუ ხომ მიხვდი ასვამო? ხო, ზუსტად. ხო, ნუ ეგ თავის. ძალიან სწორი შეფასება. ანუ ეგ არის რა, ეხა გინდა ერთია, მაგრამ რაღაცა ხომ უნდა ფიქრობდე რომ ანუ მოგიხდება თუ არ მოგიხდება, იმიტომ რომ რაღაც რო გიხდება
შეიძლება იმაზე უკეთესი გინდა და იმაზე უარესი დაიმართო. ხო, მაგრამ რაღაცა ერთი პერიოდი ძალიან ტენდენციური იყო თუ ტენდენციას მიყვები, შენ და მაგიტო იკეთებ. არა, ნახე, რაღაცა ეს ტენდენციაც ხო რაღაციდან გამომდინარე არის, არა, მაგალითად, აი, ალბათ თქო, ნუ ხა ჩემთვის არასდროს მოსაწონი არ ყოფილა ეგეთი ქალი. ძალიან ხელოვნური, ძალიან დიდი ტუჩით, ძალიან დიდი მკერდით და მართლა ძალიან აწეული წარბებით. Ну, რაც ვიცით, ხო, რასაც ხელოვნურს, რასაც ვეძახით, თუმცა ძალიან ტენდენციური იყო, შეიძლება ეხლაც არის და მაინც რაც მასობრივად განსაკუთრებით სლავი ქალბატონები, აი განსაკუთრებით ამერიკაში ხა სესხს აკეთებენ, რომ საჯდომი გაიკეთონ ეხლა და. ხო, მაგრამ აი ეს ტუჩი, აი ერთნაირები რო არიან, ნუ ფაქტია, რომ ეს ტენდენცია საიდანღაც მოდის, საიდან მოდის, ესე იგი მამაკაცები ირჩევენ ასეთ ქალებს უფრო მეტად. არ ვიცი, ეხლა მაგას მომფა, იმიტომ ყველანაირი გაგების კაცი და ქალი არსებობს ეხლა რა. ხო და ეხლა თუ ქალები იკეთებენ, იმიტომ რომ კაცებს მოწონთ, ხო არიან კაცებშიც ბუნებრივი რაც მოწონთ. ხო, მე ვფიქრობ, რომ ადამიანი ბუნებრივი, მაგრამ კარგად მოვლილი არის იდეალური ვარიანტი და ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი ბალანსი თუ შეუულია ქალს სიტყვაზე, რომ მაქსიმალურად ამოწუროს თავისი ნატურალურობა პირობითად რაღაც ასაკამდე და ნუ ეხა მე რო გახდები ეხა 60-65 წლის და 100%-ად ხელოვნური უნდა გახდე, ოკეი, მაგრამ ხელოვნური არა, მაგრამ რაღაც ჩარევები, ხელოვნური ცუდად. მაგას ვამბობ, რომ ანუ მანდილოსანმა მაქსიმალურად უნდა მოწუროს თავისი აი ეს ნატურალური პერიოდი. ხო, მაგრამ ყველაზე ლამაზი იცი როდის არის ქალი? აბა როდის? როიღვიძებს. როცა ბედნიერია. ხოდა როიღვიძებს მაშინ არ. როცა ბედნიერია, ანუ შინაგანად, როდესაც ბედნიერია, არ არის ეგრე? ეგრე ადამიანია. ყველაზე ლამაზი არის კაცებს კაცებს ცხოველებს ნუ უყურებთ ისე რა ქვია, ეგრე კი არა, კაცებსაც აქვს ბედნიერის ის განცდა. არა, კაცო, ვიცი, მაგრამ ნუ ქალის ბედნიერება კიდე სხვანაირად ჩანს ხოლმე. ნუ კაცებზეც, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში ქალებს ერთ ამას დავუყურეთ. დილითო. ყველაზე ლამაზი დილით არისო. დილით ეხა ერთ ამას დავუყურეთ, ნახე. და ბიჭები დამეთანხმებიან. ქალის ბედნიერება და კაცის ბედნიერება, კაცი უმალავს. რატო ემოციას რატო მალავთ კაცი? ეგ ეგრეა ეხა, ანუ ყველანაირ ემოციას, ხო, ანუ კაც ხო და 10 კაციდან რამდენი გინახავს, რომ აი ამ რასაც ქალი ბედნიერების დროს გამოხატავს, კაცი უმალავს მაგას. და რატო მალავს? ნუ ეგრეა ეხა რა. რა ქალი ხო გძნობს იმას, როდესაც ბედნიერი. ყველა ადამიანს ეტყობა. ხო მაგას ვამბობ, ანუ კაცსაც კი არა, რომ კაცი სხვა ადამიანი, ეხლა ჩვენს ადამიანები ვართ. ხო, მაგრამ ემოციას თქვენ ნაკლებად გამოხატავთ ვიდრე ჩვენ და აი ეს ქალი ბრწყინავს, ხო, ეს რაღაცა შინაგანი მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია. კარგი კაცის დამსახურება. კი ბატონო. ნამდვილად, შენ რო ბრწყინავ. კარგად აღნიშნე. ხო, შენ რო ბრწყინავ. აგერ ხო და მაგიტო თქვი რომ ქალის დილით იმიტოა ბედნიერი რომ კაცი უწევს. ნამდვილად. ეს ამოჭერით ხო. საუზმენდი აბა? ბუკა. აი მე ერთი კითხვა მაქვს. აბა? არასრულწლოვანებზე ვახსენე, არასრულწლოვანი, ნუ განსაკუთრებით, ნუ გოგორა ეხლა რა თქმა უნდა. მე კატეგორიულად უარყოფ, რომ არასრულწლოვანებში მოხდეს ხელოვნური ჩარევა. ხო, მაგრამ მე მგონი არც ხდება. გაიჩნია, როცა რინოპლასტიკა არის მე მგონი დაშვებული, როდესაც მშობელიც არ ვიცი, მაგრამ პირობითად რინოპლასტიკა ცხვირის ოპერაცია, როდესაც მშობელიც თანახმარი, მგონია, რომ არასრულწლოვან ასაკში შეიძლება. ანუ არ უნდა იყოს ეგ მისაღები. ნუ ხე შენ თვითონ თქვი, ჩემნარი ცხვირი თუ აქვს ბავშვს 15 წლის ასაკში ისეთი 18 წლის ამოყარა. ისეთი კომპლექსი შეიძლება. მე მგონი ვერც 16-დან, 16-დან. არა, ჩვენც პირადად მაგალითად 18 წლამდე ანუ რაღაც პროცედურებზე არ ვღებულობთ მშობლის თანხმობის გარეშე. ანუ ეგ მე სოლარიუმში ხო, დანის კონტროლი უნდა იყოს ამ მაგაზე, იმიტომ რომ კაი რამდენი მინახავს ის რა ქვია დაბელი ტუჩებიანი 14-15 წლის გოგოები. ხო, რეალურად 17 წლამდე რეალურად არ უნდა მშობლის გარეშე, კი არა, საერთოდ არც უნდა იყოს რა. ხო, რა თქმა უნდა. მეც გეთანხმები. ხო, არ გაქვს კიდე რამე კითხვა ნატალიასთან. არა, მე ამოწურე რა. კარგი, მაშინ შეგვიძლია საჩუქარი
გადავცეთ. აქ რო გავხსნა შეიძლება? კი. ეს ის პროდუქცია, რომელსაც ჩვენ უკვე იყენებ. და უკვე კარგად იცი რა არის. კი, მადლობა. როლერი და ჩემი დამატენიანებელი. ძალიან საყვარელი. სხვათა შორის ძალიან კარგია შეშუპებისთვისაც, ოდნავ შეშუპებულ თვალსაც უხდება, თან კარგად ატენიანებს. კი. მადლობა დიდი. არა, ზოგი მამაკაცი იმასაც ამბობს, რომ დილითო ვერ ვიღიძებ ამის გარე. ვერ ვიღიძებ ამის გარეშეო რა, იმდენათო მინათებსო რა ამ იმას რა. კი, ნამდვილად. ანტი-ეიჯია ესეც და ასეთან გამომდინარე. შენი წყალობით მე 6 მაქვს. მადლობა და ესევე ეხა უკვე დაგპატიჟეთ onda pro-ზე აუცილებლად უნდა მოხვიდე და უთხარით რა არის onda pro. onda pro რაზეც მე მგონი ვისაუბრეთ, ეს არის კოლაგენის და ელასტინის, ანუ ლიფტინგი ესე რომ ვთქვათ რა. რაც აკეთებს ლიფტინგს. აღდგენა ხდება იმ დაკარგული იმების კოლაგენებისა, რომლებიც რაღაცა ჩვენს ასაკთან ერთად მოდის. და აქედან გამომდინარე, პანზეც შეიძლება, სახეზეც შეიძლება, ასე რომ სახეზეც მითხარი რომ მოგინდება და ჩაგწერ. დაკარგული თმის სამოყვანა? არა, სხვათა შორის გვაქვს, მაგრამ ეხა ესე არ ვთქვი, იცი რატო გვაქვს ესეთი აპარატი. არა, არ მინდა, არა თმა. არა, მართლა გეუბნები, Red Touch გვაქვს ესეთი აპარატია, ну აი იცის Red Touch-ი უკვე. ძალიან მაგარი ისინი აქვს შედეგები, უბრალოდ შენთან შემთხვევაში მე ვერ გეტყოდი თუ არა, მე უკვე მინდოდა და მე თქვა, ამას ექიმი გადაწყვიტავს, რომ რაღაცა არსებობს შკალა, რის შკალის ქვემოთ ეგ არ ხდება რა და ამიტომ ეგ შკალაა ჩემთან ყველაზე დაბლა დასუნ. ხო, მე მგონია 5-ის ქვემოთ არ კეთდებაო და ამიტომ რომ მოხვალ მაგასაც ნახავს და გეტყვი. თმის ამოყვანაზე მაინც უარზე ვიქნები გამორიცხვა, ფოტოებს ვნახავ ხოლმე ჩემი თმით, მაგრამ ცინება. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი Beauty Talks და დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს. მომავალ შეხვედრამდე.